რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ თბილისელებს იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობა ქალაქის ბიუჯეტს კვლავ არ დაამტკიცებს. მოსაოდნელი საფრთხეების განხილვის მიზნით თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრები მერის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ითქვა, რომ ჩაიშალა 100 ახალი ავტობუსის შესაძენად გამართული ტენდერი. ასევე მარტიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება 600.000 თბილისელის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა და 5,700 ადამიანზე ხელფასების გაცემა. დასუფთავების სამსახურში კი აცხადებენ, რომ შესაძლოა ქალაქიდან ნაგვის გატანის პროცესით შეფერხდეს. უმცირესობას უკვე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და თბილისელებისთვის პრობლემების შექმნა გამორიცხა. მარტის თვიდან უკვე რეალურად დადგება პრობლემა იმისი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ დავაფინანსოთ კომპენსაცია იმ 600.000 თბილისელის, რომელიც იღებს პირდაპირ შეღავათს მუნიციპალურ ტრანსპორტში, ანუ გულისხმობს უფასო მგზავრობას, შეღავათიან მგზავრობას და 90 წუთიან უფასო მგზავრობას. ანუ პირველი 3 თვის განმავლობაში იანვარ-თებერვალ მარტის ბოლომდე შევძლებთ ამის დაფინანსებას, შემდეგ უკვე ამის დაფინანსების შესაძლებლობა ფიზიკურად აგვექნება, ვინაიდან 1/12 არ ეყოფა ამის დაფინანსებას, დადგება უკვე პრობლემა კონკრეტულად სატრანსპორტო კომპანიის დაფინანსების, რაც პირდაპირ აისახება იქ მომუშავე 5,700 ადამიანზე. საკრებულო უმცირესობა მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ საკითხებზე. მზად არიან ქალაქის სამსახურები მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიეწოდონ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდეთ უმრავლესობას, მიიღებენ ბრმად და მოусმენენ და მიიღებენ ბრმად მათი ბელადების მიერ შემოთავაზებულ მითითებებს, რომ არ დაუჭირონ ხალით სასახად და ბრმად დედაქალაქის ბიუჯეტს. ჩვენ აბსოლუტურად პოლიტიკოსგან ვართ თავისუფლები და არ ვიღებთ არც ერთ გადაწყვეტილებას რაღაცა ფაქტორებიდან გამომდინარე. ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს. ბიუჯეტი უნდა იყოს გამჭირვალე მაქსიმალურად და ამ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები. ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება ოფიციალურად დაყენებული თბილისის მერიის წინაშე და მას შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ არც ერთი ჩვენი გადაწყვეტილება არ იქნება ქალაქ თბილისის მოსახლეობისთვის რაიმე ხიფათის შემცველი.